19 აპრილს ცაზე ნამდვილი დისციპლინისა და ენერგიის შერწყმა ხდება. მარსი, თქვენი დრაივი და სატურნი, თქვენი შინაგანი მასწავლებელი, ერთმანეთს ვერძის ნიშანში ხვდებიან. ტყუპებისთვის ეს ასპექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის თქვენს სოციალურ წრეზე, მეგობრებსა და სამომავლო გეგმებზე ახდენს გავლენას. ეს ასპექტი გაძლევთ იმ ფოლადისებურ გამძლეობას, რომელიც ხშირად გვაკლია ხოლმე საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუ აქამდე რაღაც იდეას ატრიალებდით თავში, ახლა მისი რეალიზების დროა. გექნებათ ძალა, თქვათ ის, რასაც აქამდე ერიდებოდით. რთული ამოცანები, რომლებიც ადრე გრლიდათ, ახლა სპორტულ აზარტად იქცევა. ტყუპების ბუნებრივი სისწრაფე შეიძლება სატურნის სიმკაცრეს შეეჯახოს. ნუ მისცემთ უფლებას წამიერბრას ან ძველ წყენას, მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ჯერ დაფიქრდი, რაც ტყუპებს კარგად გამოგდით და მერე იმოქმედე. ამ ასპექტის პიკი 19 აპრილია, თუმცა მისი ექოს საკმაოდ დიდხანს იგრძნობა. აქტიური ფაზა დაახლოებით 3-5 დღეა, 17-დან 22 აპრილამდე. ამ დროს ემოციები და ენერგია პიკზეა. ვინაიდან სატურნი ნელი პლანეტაა, ამ პერიოდში დაწყებული საქმეები ან მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში განსაზღვრავს თქვენს ტემპს. გამოიყენეთ ეს ენერგია არა კამათისთვის, არამედ იმ დიდი პროექტის საძირკვლის ჩასაყრელად, რომელსაც სულ სამომავლოდ დებდით.